ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელის წარმომადგენლებმა პროფესიულ კოლეჯ ჰორიზონტში სამუშაო შეხვედრა ჩაატარეს. მიმტანი, ბარმენი, დასუფთავების განყოფილების თანამშრომელი, ინჟინერი, ბუღალტერი, რეგისტრაციის განყოფილების თანამშრომელი, კარისკაცი, მებარგული, ტელეფონის ოპერატორი, სილამაზის სალონის თანამშრომელი, მზარეული, კონდიტერი, მასაჟისტი, მებაღი, მძღოლი, ძიძა. ეს იმ ვაკანსიების ჩამონათვალია, რომელზეც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელი თანამშრომლების მიღებას აცხადებს. როგორც დავით ყიფიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ის აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ კოლეჯთან და მათ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვს დასაქმდნენ მაღალი დონის სასტუმროში. როგორც პრეზენტაციაში აღნიშნე, 90% თუ დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს, რომელსაც ჩვენ წარუდგენთ გასაუბრებაზე მოსულ პიროვნებებს, ჩვენ მათ უკვე ფაქტიურად ავიყვანთ სამსახურში. ასე რომ დღეს არის დასაქმების დღე. შესაბამისად, გვაქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენოთ და შეძლებისდაგვარად დავასაქმოთ. რატომ ჰორიზონტში? იმიტომ რომ ეს არის პროფესიული კოლეჯი, რომელსაც აქვს სასტუმროს მიმართულება და შესაბამისად ასწავლიან იმ პროფესიებს, რომლებიც ჩვენ გვჭირდება. აქედან გამომდინარე, დღეს მოვედით აქ. ჰორიზონტის სტუდენტებს და არა მარტო მათ საშუალება ჰქონდათ საჯარო გასაუბრებაში მიეღოთ მონაწილეობა. აპლიკაციების შევსების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები ამოწმებდნენ აპლიკანტების კომპეტენციებს. სამუშაოს მაძიებელთათვის ეს მართლაც უნიკალური შესაძლებლობაა. მაქვს რამე შესაძლებლობა იმისი, რომ მე აქ დავიწყო მუშაობა. შეიძლება ვერ მოვახერხო და რაღაც, მაგრამ ალბათ მაქვს შანსები იმისი, რომ 30 დღეს, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენთაგან ის 30 დღეს. მე პირადად მზარეულზე შემიძლია, ხა ახალდაწყებული მაქვს სწავლა და კი, რა თქმა უნდა და მოხერხდა ისე რომ მოვხდი, ძალიან კარგი იქნება, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ ენების ფლობა არის აუცილებელი ბევრ თანამდებობაზე, რომელშიც მე ძალიან სუსტი ვარ ინგლისური ენის ფლობაზე, ამიტომ მოვნიშნეთ მებაღეობა, მოვნიშნეთ სამზარეულოში დამხმარე, მე დანარჩენ პოზიციებზე ვერ შევძლებ. ამ ხრივ არ ვიცი, ვნახოთ. იმედი მაქვს. თანამედროვე უმაღლესი სტანდარტების სასტუმროს გახსნა შეკვეთილში ივლისის ბოლოს იგეგმება.